დღეს არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ვილაპარაკოთ ტექნიკურ საკითხებზე. ბატონ ბადრისთან რო გადავიღე ვიდეო ბოლოს არა თავიდან დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ რისთვის არსებობს ეს არხი. როდის გაჩნდა და ტექნიკურად როგორ მუშაობს. არხი არსებობს იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელიც მე ჩამოვაყალიბე დეოკუპაციის პოლიტიკა, ამაზე ბევრი ვილაპარაკო, ამის პროპაგანდირება მოვახდინო და ამ პოლიტიკის გარშემო შევკრიბო თანამოაზრეები. და ამ თანამოაზრეებმა რაღაც მომენტში, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც უკვე ქოცები არ იქნებიან და გვეყოლება ქოცების მერე შემდეგი მთავრობა, მოვახდინოთ იმ მთავრობაზე თუ ამ მთავრობამ არ გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთოს, მოვახდინოთ მასზე ზეწოლა. იმისთვის, რომ არხი ზოგადად კარგად მუშაობდეს, ვიდეოები ხარისხიანი იყოს და ასე შემდეგ, ამაზე უმეტეს შემთხვევაში რამოდენიმე, ანუ დიდ და განვითარებულ YouTube-ებზე რამოდენიმე ადამიანი მუშაობს. გუნდი ყავთ ხოლმე, გუნდები ყავთ YouTube-ების ავტორებს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც YouTube-ს ყავს იმდენი გამომწერი, იმდენი ნახვები, რომ თანხა ირიცხება და იმ თანხას მერე ინაწილებენ და ამით შრომას უნაზღაურებენ ერთმანეთს. მე მონეტიზაცია YouTube-ის ჩამერთო მაშინ, როცა გამიხდა 1000 გამომწერი. ეს იყო 24 წლის 4 დეკემბერს, ჩემ დამატების დღეზე. და პირველი 4 თვე იყო იმდენი დარიცხვები, რომ თვეში გამოდიოდა $20. $20, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის არანაირად იმისთვის, რომ მე გუნდი შევქმნა. ან გუნდი რო არა, ერთი ადამიანი მაინც მყავდეს, რომელიც ვიდეოების მონტაჟს მოახდენს. მე მონტაჟის გარეშე ვდებ ვიდეოებს, ანუ ერთი დუბლით ვიწერ, რასაც ჩავიწერ ის არის და მე იმას ვდებ. და ვფიქრობდი იმაზე, რომ კარგი, არ ამას რა თქმა უნდა არ ეყოფა, მაგრამ იმას მაინც ეყოფა, რომ მე შევიძინო პროგრამა, რომლითაც ჩავწერ მოწვეულ სტუმრებს. იმიტომ რომ მარტო რო ვიწერ, კიდე არ აუშავს. ხმა ნორმალურია, კარგია. და ვიზუალი ახლა რაც გამოვა, ის გამოვა. ვიზუალზე, ასე ვთქვათ, არა მაქვს ჯერჯერობით დიდი პრობლემა. და პირველი 4 თვე ხო იყო ეს, ასე ვთქვათ, ოდნავ მაინც საკმარისი მონეტიზაცია. უცებ შეწყდა, მაშინ, როდესაც მე დავიწყე ზელენსკის პოლიტიკის კრიტიკა, როდესაც მან თეთრ სახლში არ მოაწერა ხელი მინერალების ხელშეკრულებას და იმის მერე რაც გადავედი ტრამპის ქებაზე, ტრამპს მანამდეც ვაქებდი, ანუ მოვუწოდებდი საზოგადოებას, უკრაინულ საზოგადოებას, ქართული ამ შემთხვევაში არ არის ისეთი სასწაულად ანტიტრამპისტული, როგორიც უკრაინაა. მოვუწოდებდი, რომ არ უნდა იყვნენ ასეთი საშინელი ანტიტრამპისტები, იმიტომ რომ ეს უკრაინას ვნებს. აი ამ და მერე უკვე, როდესაც მოხდა ტრამპის ინაუგურაცია და მერე კიდე ზელენსკიმ საშინელება ჩაატარა, ეს თებერვლის ბოლო იყო. მარტში კიდე ოდნავ რაღაცა არაუშავდა, თეთრები გროვდებოდა, მაგრამ აპრილიდან სრულიად განულდა. და რო წარმოიდგინოთ ახლა, რო ჩაირთო დეკემბერში, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, თუ ამ 4 თვის განმავლობაში დაირიცხა $80, შემდეგი 4 თვის განმავლობაში, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, ჯამში დაირიცხა $6.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს ჩემს გამომწერს უფრო მეტად უყურებს ისეთ ვიდეოებს, სადაც მე მარტო ვლაპარაკობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრების მოწვევა. და სტუმრიან ვიდეოებს ერთის მხრივ ნაკლები ნახვა, იმიტომ აქვს, რომ ტექნიკულად არ არის გამართული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან სასარგებლოა ლევან გახელაძესთან ჩვენი რეგულარული ვიდეოები. ძალიან საინტერესოა და ძალიან სასარგებლოა ბადრი ქუთელიასთან ვიდეოები. გიგი თევზაძესთან, იქ მე მგონი არც ერთთან არ მქონია ტექნიკური პრობლემა, გიგისთან არ მქონია. რამ ორჯერ ვეცადე ჩამეწერა ליეტუვიდან ერთი ძალიან ძლიერი აქტივისტი გოგო, რომელიც უკრაინას ეხმარება და საქართველოს ძალიან უყვარს და ქართველ მებრძოლებს ეხმარება უკრაინაში, მათთვის მანქანები ჩაყავთ ליეტუვიდან დონაციას აგროვებენ ძალიან ხშირად მათთვის და რაღაცეებით ამარაგებენ, რაც სჭირდებათ ფრონტზე. ამ გოგოსთან ორჯერ თუ სამჯერ ჩავიწერე, რამდენჯერაც ჩავიწერე, იმდენჯერ პრობლემა ჰქონდა ვიდეოს. როგორ ვაკეთებ მე ჩაწერას? იმის გამო, რომ არა მაქვს Zoom-ი და StreamYard-იც არის ასეთი კარგი პროგრამა, იმითაც ვეცადე, მაგრამ უფასო ვერსიებით ვერ ვაკეთებ. Zoom-ის უფასო ვერსია ძალიან მოკლე ვიდეოს ჩაწერის საშუალებას გაძლევს და მაგალითად ახლა ნაწილ-ნაწილ რო ჩავიწერო მოკლე ვიდეოებით, მერე იმას რო შეკოწიწება უნდა და შეწებება უნდა, ამის საშუალება ცალკე ამას კიდე ძლიერი პროგრამა ჭირდება და ის ძლიერი პროგრამა რო ჩაიწერო კომპიუტერზე თვითონ ძლიერი კომპიუტერი უნდა იყოს და ნუ მოკლედ ძალიან ყველაფერი ეს და რაღაც თანხებთან არის დაკავშირებული. თან ეს ერთი პრობლემა, რომ ზელენსკის კრიტიკამ და ტრამპის მხარდაჭერამ გამოიწვია ასეთი ეს კონკრეტულად ამ თემაზე ცენზურირება, მე დავაკვირდი, რომ ეს ხელოვნურია ჩემი აზრით და ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ბანი არსებობს ასეთი, რომ ვიღაცეები რაღაცეებს აკეთებენ, შეუძლიათ ხაკერულად ისე გააკეთონ, რომ შენი არხი დაიმალოს. აი ეს საკითხი უკრაინული ცენზურის ნაცრისფერი ბანის გამო მაქვს. მაგრამ მეორე საკითხი, აი მაგალითად ვიდეო, რომელიც для русское, რომელსაც 4000-ზე მეტი ნახვა აქვს და წესით 4000-ზე მეტ ნახვაზე უნდა დარიცხოდა იმ ვიდეოს $5. ყველაზე ცოტა, მაგრამ დაერიცხა 5 ცენტი. წარმოგიდგენიათ სხვაობა. ეს იმიტომ, რომ ეს უკვე თვითონ YouTube-ის ცენზურაა. YouTube-ს არ უყვარს ხისტი კატეგორიული პოლიტიკის შემცველი ვიდეოები და თვითონ YouTube-ი აცენზურირებს, თვითონ YouTube-ი არდებს რეკლამებს ასეთ ვიდეოებზე, ან რეკლამას ვინც განათავსებს YouTube-ზე, ის ანიშნებს, რომ ხისტი პოლიტიკის არხებზე ჩემი რეკლამა არ იყოსო და ანუ არხზე ძალიან ცოტა რეკლამა შემოდის ამ შემთხვევაში, ამიტომ $5 მაგივრად დაერიცხა 5 ცენტი. ამას ყველაფერს ახარ ისთვის ვყვები იმისთვის, რომ მინდა რომ სტუმრებთან ვიდეოებიც ისეთივე გამართული იყოს ტექნიკურად, როგორიც ჩემი მარტო ვიდეოები. ბატონ ბადრისთან ბოლო ვიდეო, რომელიც ჩავიწერე რამოდენიმე დღის წინ, სასწაულად საინტერესო ვიდეოა. სასწაულად აქტუალური ვიდეოა. და აქვს ტექნიკური პრობლემა. ანუ ეკო აქ ბატონ ბადრის ხმაზე არის ეკო, რომელიც ხდის ამ ვიდეოს მოსმენას ძალიან რთულს ფიზიკურად. აღიზიანებს ადამიანს ეს ეკო და მესმის რომ აღიზიანებს. თან ყველა თემაზე მე შემიძლია მარტო ვილაპარაკო მაგალითად და მარტო განვიხილო, მაგრამ როდესაც ვიწევ სტუმარს, სტუმარი რაღაცაში მეთანხმება, ან არ მეთანხმება, თავის აზრს ამატებს, უფრო ღრმად შევდივართ თემის განხილვაში. ეს
ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ გამოჩნდეს ჩემი ნალაპარაკები ზოგადად რამდენად აქტუალური კი არა, რამდენად ადეკვატურია, მარტო ადამიანი რო ლაპარაკობს და არავინ პასუხს რო არ სცემს, შეუძლია მთები გადადგას, მაგრამ ეს რეალობაში რამდენად ადეკვატურია, რამდენად რეალობას შეესაბამება, ამის უკავშირი მეორე ადამიანმა უნდა მისცეს, მაყურებელმა უნდა მისცეს, სტუმრები მაძლევენ ამ, ანუ ჩემ ნალაპარაკების უკავშირს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. აღრმავებს საუბარს, აღრმავებს ფიქრებს და ახალ ფიქრებში გადაიყვანს ხოლმე უფრო გაფართოებულ ფიქრში მსმენელს და მაყურებელს. ამიტომ აუცილებელია სტუმრის მოწვევა. და რადგან 4 თვე ვარ აი ასეთ ბანკში და არ ირიცხება თანხა და მე არ მაქვს იმის საშუალება რომ შევიძინო ფასიანი ჩამწერი პროგრამები და კიდე რადგან შესაძლოა ეს უკრაინული ნაცრისფერი ბანი რაღაც მომენტში გავარღვიოთ. ან რაღაც მომენტში მომხსნან და თვითონ დამანებონ თავი, როდესაც ზელენსკის ცენზურა არ იქნება უკვე აქტუალური, ან გადაგდება, ან გადააყენებენ, ან რაღაცას უზამენ და მე ანუ ასე ვთქვათ, დაიკიდებენ ამ საკითხს და მომშორდებიან. მაგრამ YouTube-ის ცენზურას ვერსად ვერ გავექცევით. და მე რუსეთის საწინააღმდეგო ხისტი პოლიტიკის გამტარი ვარ და უნდა ვიყო ყოველთვის. მე იმის გამო რომ ვაიმე ახლა YouTube-ი შემზღუდავს და თანხას არ დამირიცხავს და მე Zoom-ისთვის არ მეყოფა, ან StreamYard-ისთვის არ მეყოფა, ამიტომ თავი უნდა შევიკავო. ასეთი შეზღუდული არ მინდა რომ ვიყო. ანუ უნდა ვილაპარაკო იმას, რასაც ნამდვილად ვფიქრობ და რამდენადაც რეალურად ხისტი ვარ ამ საკითხში, იმდენად ხისტად უნდა ვილაპარაკო. და ისეთი კატეგორიული უნდა ვიყო. იმდენი და ის დონის რუსოფობია უნდა გამოვხატო, რა დონის მატარებელიც ვარ. და ამას YouTube-ი არასდროს არ მოეშლის. YouTube-ზე რეკლამის დამდები ადამიანები, თავისი რეკლამის YouTube-ზე გამოვრცელი ადამიანები არასდროს არ გადაიფიქრებენ, რომ ვაიმე გვიყვარს ასეთი ვიდეოები და ასეთ ვიდეოებზე გაუშვიდო ჩემი რეკლამაო, ამას არასდროს არავინ არ იტყვის. ამიტომ ამ შეზღუდის ქვეშ მუდმივად ვიქნები და იმ რისკის ქვეშ, რომ არ დაირიცხოს თვეში ის საჭირო $20 მუდმივად ვიქნები. ამიტომ დღეიდან გთავაზობთ ასეთ რაღაცას. ვინც ხართ ჩემი მუდმივი მაყურებელი და იმედია გაიზრდება მუდმივი მაყურებელის, აუცილებლად უნდა გავზარდოთ რაოდენობა. დავდებ ანგარიშის ნომერს ამ ვიდეოს ქვეშ და აწი ყველა ვიდეოს ქვეშ დავდებ და შეგახსენებთ ხოლმე ამ თემას. შეგიძლიათ ჩამირიცხოთ თანხა მინიმალურიდან მაქსიმალურამდე, რამდენიც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, იმდენი რომ თვეში ეს $20 შეგროვდეს. შეგიძლიათ $1 ჩარიცხოთ, შეგიძლიათ ლარი ჩარიცხოთ, ოღონდ დანიშნულებაში მიუთითეთ YouTube-ისთვის. ელისო ჯანაშიას YouTube-ისთვის კონკრეტულად, რომ მე ამ თანხების, ასე ვთქვათ, ბუღალტერია შევძლო, რომ ანუ დავითვალო, ცალკე გამოვიყვანო, გამოვაჩინო. მიუხედავად იმისა, რომ არხი ნაცრისფერ ბანკშია უკრაინის ცენზორებისგან თუ YouTube-ის ცენზორებისგან, საქართველოს დეოკუპაცია მაინც მოხდება. დეოკუპაციის პოლიტიკა მაინც უნდა გავატაროთ. სტუმრები მაინც უნდა მოვიწვიოთ. ხო, ანუ რატო არის თვითონ ტექნიკურად ეს პრობლემა? სტუმარს მე როგორ ვიწვევ? რაღაც Zoom-ის ლინკს კი არ ვაძლევ, მის StreamYard-ის ეს პროგრამები თვითონ ისეა სპეციალურად შექმნილი, რომ ლინკზე ვინც შემოდის, თანაბრად მისი ვიზუალიც თანაბრად ჩანდეს და მისი ხმაც თანაბრად იწერებოდეს, თვითონ მე Zoom იწერს. და მე როგორ ვაკეთებ? მე რომელიმე მესენჯერით, ან Telegram-ით, ან Facebook-ის მესენჯერით
ვრეკავ ადამიანთან, ტელეფონზე ვურეკავ, ან კომპიუტერზე ვურეკავ და იმ ვიდეოს არის, რომელიც ჩემ ეკრანზე გამოჩნდება, ჩემი კომპიუტერის ეკრანზე, ამ ვიდეოს არის ვიწერ იმ პროგრამით, რომელიც უბრალოდ ეკრანზე რაც ხდება, ჩემი კომპიუტერის ეკრანზე, იმას წერს. შესაბამისად, იჩაგრება სტუმარი და მის ხმას ყოველთვის რაღაცა ტექნიკური პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ეს პროგრამა მარტო იმას იწერს კარგად, რაც ჩემს ეკრანზე ხდება და ჩემი ხმა კარგად იმიტომ გამოსდის, რომ მე ჩემ კომპიუტერთან ვზივარ. შესაძლოა ერთად რო ვიჯდეთ მე და სტუმარი, იმის ხმაც კარგად, შესაძლოა არა, იმის ხმაც ამ შემთხვევაში კარგად გამოჩნდებოდა, ოღონდ ამის საშუალება არ არსებობს ფიზიკურად. და ის პროგრამა, რომელსაც შევიძენ, რომელიც ფასიანია და თვეში $20 ღირს, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩემი ხმაც და ჩემი ვიზუალიც და სტუმრის ხმა და სტუმრის ვიზუალი ერთნაირად ხარისხიანად ჩაიწეროს. საქართველო იქნება დაოკუპირებული მიუხედავად ყველაფრისა. და უკრაინა იქნება დაოკუპირებული, შავი ზღვა იქნება თავისუფალი რუსეთისგან. მომავალ შეხვედრამდე ანგარიში არის საქართველოს ბანკის, TBC ბანკის ანგარიში არა მაქვს და სამწუხაროდ ვერ მექნება, მხოლოდ საქართველო მაქვს, მაგრამ საქართველოზე ჩვეულებრივად ირიცხება ლარი ირიცხება ალბათ მე მგონი დოლარს ვერ რიცხავთ, ეს არ ვიცი ზუსტად, მაგრამ საქართველოს ბანკიდან დოლარიც ირიცხება და ლარიც ირიცხება. მომავალ შეხვედრამდე